რა და როდის არის გამოსაცვლელი ავტომობილში. პირველი და უმთავრესი, რაზეც არ უნდა გავაკეთოთ ეკონომია არის ძრავის ზეთი. იცვლება ყოველ 5-დან 700 კილომეტრში და თუ მანქანა ცოტა ზადის წელიწადში ერთხელ. ყოველი ზეთის გამოსვლასთან ერთად ცვლით ზეთის ფილტრსაც. ძრავის ჰაერის ფილტრი იცვლება ყოველ 10-დან 15000 კილომეტრში. სალონის ფილტრი კი 15000 კილომეტრში ან წელიწადში ერთხელ. ანტიფრიზი იცვლება ყოველ 50000 კილომეტრში ან 2-3 წელიწადში ერთხელ. საქარემინის სითხე კი საჭიროების სამეფო. აალების სანთლები, ანუ სვეჩები იცვლება ყოველ 30000 კილომეტრში. ერიდიუმის და პლატინის სვეჩები კი 80-დან 100000 კილომეტრში. გენერატორის, კონდიციონერის, ჰიდრავლიკის რემნები კი ყოველ 50-დან 80000 კილომეტრში. აკუმულატორი იცვლება საშუალოდ 4-დან 5 წელიწადში ერთხელ. სამოხრუჭე დისკი, ანუ აპორნი, საშუალოდ გამოსაცვლელია ყოველ 100000 კილომეტრში. ხუნდები დამოკიდებულია სიარულის მანერაზე, ყოველ 30-დან 60000 კილომეტრამდე. სამოხრუჭე სითხე, იგივე ჟიტკოსტი, ყოველ 60000 კილომეტრში ან 2 წელიწადში ერთხელ, რადგან ის თანთქავს ნესტს. ამორტიზატორი იცვლება 80-დან 100000 კილომეტრში. ჰიდრავლიკის ზეთის ავტომობილის წარმოებლის სტანდარტების მიხედვით გამოსვლის დრო მერყეობს 60-დან 120000 კილომეტრში. ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთი აუცილებლად გამოსაცვლელია ყოველ 50-დან 60000 კილომეტრში ან 3-დან 5 წელიწადში ერთხელ. ხიდის ზეთი მიუხედავად ყველაფრისა იცვლება 60-დან 80000 კილომეტრში. საწვავის ფილტრი ტიპის და საწვავის ხარისხის მიხედვით იცვლება 30-დან 40000 კილომეტრამდე. ეს ინფორმაცია ეხება ავტომობილებს, რომლებიც გადის ნორმალურ სტანდარტულ ექსპლუატაციას. მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ YouTube არხი.